მას ასე შემდეგი თავი გახლავთ ჩარტები, ანუ ქართულად მას ვუწოდებთ რიცხობრივ დიაგრამების. რიცხობრივი დიაგრამების შესაქმნელად გამოვიძახოთ ისევ Microsoft Word 2007-ის პროგრამა, შევიდეთ Insert მენიუში, ავირჩიოთ ბრძანება ჩარტი და როგორც ხედავთ ეკრანზე გამოვიდა უამრავი ჩამონათვალი. პირველი მათ შორის არის template, რომელიც თქვენი კატეგორიის არის და მისი დასეირება შესაძლებელია მარტივად, როდესაც თქვენ რაღაცას შექმნით. გარდა ამის არის კოლონების, ხაზების, ნამცხვრის, ბარის და ასე შემდეგ კატეგორიები. მოკლედ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმის ჩარტი აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პარამეტრების მიხედვით, თუ რა კონკრეტული ჩარტიც გამოგადგებათ იმის მიხედვით. თუმცა ჩარტები უფრო კარგად და ნათლად განხილული გვაქვს Excel-ში, სადაც ძირითადად ხდება გამოთვლების შედეგების დათვლა და დაანგარიშება. მოდით ავირჩიოთ ყველაზე მარტივი კოლონა და გავირჩიოთ პირველი ტიპის ჩარტი, მივცეთ ბრძანება OK და კარგად დააკვირდით ეკრანს. ამ ეკრანი იყოფა ორ ნაწილად. ეკრანის მარჯვენა მხარეს იხსნება Microsoft Excel-ის პროგრამა და მარცხენა მხარეს რჩება Microsoft Word-ის პროგრამა, რომელშიც ჩასმული გახლავთ ბრძანება კატეგორია 1. კატეგორია 1 კი არის ჩარტი, ხოლო კატეგორია 1, კატეგორია 2, კატეგორია 3 და 4 და ასევე series 1, 2, 3 ეს ის სიტყვებია, რომელიც ჩვენ Excel-ის ფაილზეც ხვდება, როგორც ხედავთ მარჯვენა მხარეს. მოდით ვნახოთ შემდეგი რამ. აი ასე მაგალითად რა შეიძლება იყოს. მაგალითად სხვადასხვა პროდუქტის რაოდენობა კილოგრამებში დღიურად როგორ ტონებში დაუშვათ როგორ გამოიყენებს თითოეული მაღაზია, ანუ რამდენს უფრო ყიდის. მოდით მაგალითად გავაკეთოთ მაღაზიები Goodwill, Populi და Ioli. ესე Ioli. მაგალითად კატეგორიები ვნახოთ შაქარი. რა ვიცი, შაქარი კიდე რა არის? ფქვილი, მარილი და შაქარი, ფქვილი, მარილი, ზეთი. როგორც ხედავთ, ანალოგიური ცვლილებები ავტომატურად ხორციელდება აქედაც. და ჩვენ როგორც ხედავთ, შაქარი ყველაზე მეტი იყიდება Goodwill-ში. სწორედ ის ლურჯი ფერით არის მოცემული. შემდეგ უკვე Populში და შემდეგ უკვე Ioli-ში. ანალოგიურად ფქვილი ნაჩვენებია, მარილიც და ზეთიც. ეს არის ძალზედ მარტივი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს ასე ვთქვათ, გაკეთებული რაიმე ცხრილი და აი ამ ცხრილზე მოქმედებები, ასე ვთქვათ, შეგვიძლია გავაკეთოთ. თუმცა აქვე შემიძლია შეგახსენოთ, რომ შეგვიძლია მონაცემებისთვის დამატება, თუ ჩამოვწევთ ხაზს ქვემოთ, გაჩნდება კიდევ ერთი ახალი ხაზი, სადაც შეგვიძლია დავამატოთ ღვინო, დავუშვათ, შევიყვანოთ ღვინოს მონაცემები, დავუშვათ 2, 3 და 2.3, დავუშვათ ესე და მივიღებთ აი ამ შედეგსაც. შეგვიძლია დავხუროთ ეს ფაილი და ჩვეულებრივ დარჩება ჩარტი მიღებული ჩვენ ფაილში. პრინციპში ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი ჩარტის ჩასმისა. ამით ჩვენი თავი დასრულებულია. გააკეთეთ მარტივი ჩარტის ჩასმა, დანარჩენ ფორმატირებებს, layout-ს და design მენიუებს განვიხილავთ შემდეგ თავში.